საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს ჩვენ გქონდა ქართველთა დიდ გაერთიანებას პრეზენტაცია ოფისის. ჩვენთან რა თქმა უნდა მოვიდნენ ჩვენი გაერთიანების აქტიური წარმომადგენლები, წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფაქტიურად არც კი დაგვიპატიჟია ჩვენი წევრები, ძალიან საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო, ნაწილი გარეთ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა მოახერხა ასე თუ ისე შიგნით შემოსვლა და თავარი აზრის გაგება თუ ჩვენ რაზე ვსაუბრობდით და რა გვაქვს მიზნები. მოკლედ დიდხანს არ შეგაწყენთ, ძალიან საინტერესოა. აგერ მე მინდა ახლა დიდი მადლობა გადავუხადოთ, თქვენ ხედავთ მაისურს, რომელიც ერთ-ერთმა ქალბატონმა ირინა კუჭავან თავის სურვილი დაამზადა, რამდენიმე ეგზემპლიარი, აი ქართველთა გაერთიანების ლოგო. და ვფიქრობთ, რომ ასეთ მაისურებს ალბათ დავამზადებთ, რომ აქციებზეც გადავცეთ მერე ხალხს, ჩვენს მომხრეებს, სამშობლოს მომხრეებს, უფრო სწორედ. ეხლა რა არის ძირითადი, რაზე ვისაუბრეთ ჩვენ? მოკლედ ვესაუბრეთ ჩვენს მეგობრებს და მხარდამჭერებს. მე მინდა რომ ეს ყველამ გააზიაროთ, რომ გაიგონ რა მიზნები გვაქვს და როგორ არის. იცით თქვენ, რომ ჩვენი მიზანია აი ამ არსებული რეჟიმის დემონტაჟი, იმ რეჟიმის დემონტაჟი სამართლებრივი ფორმებით, რომელმაც დააქცია საქართველო 92 წლიდან და ჩვენ ეს გვინდა გავაკეთოთ სამართლებრივი ფორმებით, ისე როგორც გაიარა ეს თავის დროზე ცხონებულმა საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც მთავარ ამოცანად მიიჩნია პირველი ხალხის გაერთიანება, ხალხის ძალა. ძალის გარეშე თქვენ იცით, რომ ერთსეთ საკითხს ვერ გადაწყვიტა და ვერ გადააწყვეტინებ ვერ სამთავრობა და ვერ სამ რეჟიმს, რა თქმა უნდა, ვერანაირად. ძალა არის აუცილებელი და შემდეგ უკვე ამ ძალის მეშვეობით ჩვენ უნდა მივაღებინოთ ისეთი საარჩევნო კანონი, რომლის მეშვეობითაც ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს თავისი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება თავად აი ამ საქართველოს მოქალაქეებს და არ იქნება პასუხისგებელი ბრიუსელის წინაშე, ვაშინგტონის წინაშე და მოსკოვის წინაშე. მე ამას რატო ვამბობ? შეიძლება ყველას რაღაც ანგარიში გაუწიო, მაგრამ პირველ რიგში შენ უნდა იყო ეროვნული ხელისუფლება და შენი ხალხის ინტერესები უნდა დაიცვა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და შემდეგ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა, რის შემდეგ მოხდება აი ამ დამცირებული და დაჩაგრული ხალხის რეაბილიტაცია და იმ ჭაობიდან, იმ გაჭირვების ჭაობიდან ამოყვანა, რომელშიც დღეს იმყოფება. ეს არის მთავარი გენერალური ხაზი, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ეხლა იქ დაისვა საკითხი, რომ ჩვენ 21 სექტემბერს გვინდა რომ გავაკეთოთ აქცია. ეს აქცია ჩვენ ფიქრობდით, რომ რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ შემდეგ შევჯერდით, რომ უფრო სწორი იქნება ალბათ, რომ აქცია გავაკეთოთ მსვლელობით. ჩვენ აუცილებლად უნდა დავანახოთ ძალა და უნდა გავიაროთ მარჯანიშვილზეც, რომ ქართველი ხალხი ცოცხალია. იქ ჩვენ გავივლით აუცილებლად ეს ხალხი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახებთ არსებულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი აღარ მოითმენს იმას,
რაც ხდება დედაქალაქში.